მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღევანდელ დღეს ბევრი ადამიანი აღნიშნავს ვალენტინობას. ყიდულობენ ყვავილებს, ულოცავენ სიყვარულის დღეს ძვირფას ადამიანებს და გარკვეული სიხარულით არიან ახსავსენი. როგორ უნდა მიუდგეს მართლმადიდებელი ქრისტიანი დღევანდელ დღეს და როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ყველა ჩვენთაგანს. საერთოდ ზოგადად მინდა დაიმახსოვროთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი რადიკალური აზროვნებით, რადიკალური ქმედებით არ უნდა გამოირჩეოდეს. არ შეიძლება რომ არც მარცხნივ მიიდრიკოს და არც მარჯვნივ მიიდრიკოს. თუ ვინმეს დღეს უხარია და უნდა თავისი ძვირფასი ადამიანი გაახაროს, ამაში ჩვენ მას ხელი არ უნდა შევუშალოთ. როდესაც დავინახავთ, რომ ადამიანი ყვავილებით ხელში მიდის, რომ მიულოცოს ვინმეს დღევანდელი დღე, გული არ უნდა ვადგინოთ და არ უნდა, ასე თქვათ, მაპატიეთ და ჩავაშხამოთ დღევანდელი დღე. მაგრამ არც ის უნდა გავაკეთოთ, რომ თითქოს ჩვენც მათ კვალდაკვალ იგივე მოვიმოქმედოთ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სიყვარულის დღე, სიხარულის დღე, ბედნიერების დღე არის ყოველი დილა და ყოველი საღამო. როცა შენ ძვირფას მეუღლეს, შენს შეყვარებულს, შენს შვილებს, შენს მშობლებს ახარებ, აბედნიერებ და შენი ცხოვრების წესით ხარ მადლიერი მათი შენთან ცხოვრების. არ ჭირდება ამას რაღაც გარკვეული დღე, გარკვეული საათი, გარკვეული წუთი და ეგრეთ წოდებული გამოგონილი დღეები ჩვენ არ უნდა მოვიშველიოთ ამასთან დაკავშირებით. წმინდა ვალენტინს არ იცნობს არც კათოლიკური სამყარო და არც მართლმადიდებლური სამყარო. ეგრეთ წოდებულ ვალენტინს, რომელსაც დღეს მოიხსენიებენ. კი იყვნენ ეგრეთ წოდებული წმინდა ვალენტინები სხვადასხვა საუკუნეებში, მაგრამ დღევანდელ დღეს ხსენებული ეგრეთ წოდებული ადამიანი, რომელიც გარკვეულ წყვილებს ნებიანი სიყვარულის განხორციელებაში ღვთაშეცხმას შეხმარებოდა, ასეთ რამეს არ იცნობს მართლმადიდებლური სამყარო. ეს გთხოვთ, რომ იცოდეთ, არ არის დღევანდელი დღე სიყვარულის დღე, მაგრამ არც სიძულვილის დღე არ უნდა იყოს და ეს დღე არ უნდა ვაქციოთ დაპირისპირების და სიძულვილის დღედ. მართლმადიდებელ ქრისტიანს არ ჭირდება გარკვეული მინიშნება, აი რომ დღეს შენ უნდა განსაკუთრებით გამოხატო სიყვარული, რომ შენ ყავს მეუღლე, შენ ყავს საცოლე, შენ ყავს შვილები, შენ ყავს მშობლები, შენ ყავს მეგობრები და ეხლა ნახე რამდენი ყვავილები იყიდება და უცლებლად უნდა მიუტანო. ან განრისხება, რომ აი დღეს ვალენტინობაა და რატომ არ მომიტანე ყვავილები. მე მგონი ხვდებით, რომ ცოტა არ არის ეს დამოკიდებულება ჯანსაღი. ჩვენ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები ყოველ დღე აღნიშნავთ სიყვარულის დღეს. ყოველ დღე ჩვენთვის, ყოველი გათენებული დილა, ყოველი დაღამებული საღამო უნდა იყოს სიმშვიდის და სიყვარულის ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მაგრამ იმდენად გადაცდომილები ვართ ჩვენ ნორმალურ ცხოვრებას, რომ ამიტომ ჩვენ გვჭირდება შეხსენება იმისი, რომ დღეს არის რაღაც ეგრეთ წოდებული ვალენტინობა, ვალენტინის ხსენების დღე და აბა აუცილებლად მე დღეს უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ჩემი ძვირფასი ადამიანის მიმართ. მაგრამ ზოგი რადიკალური ქრისტიანი იმდენად აგრესიულია დღევანდელ დღეს, რომ დღევანდელი დღე შეიძლება მან გადააქციოს სიძულვილის დღედ. ამასაც ვემიჯნებით ჩვენ და არ უნდა, ასე თქვათ, გული ვატკინოთ იმ ადამიანებს და არ უნდა დაუპირისპირდეთ, ვინც ქვეცნობიერად თუ ცნობიერად დღევანდელ დღეს აღნიშნავს. მაგრამ მოდი მე რჩევას მოგცემთ, რომ დღევანდელ დღეს უკვე საღამოს იწყება მირქმის დღესასწაული, მწუხრით და სისკარი, განემზადეთ თქვენ, რომ ხვალ იზეიმოთ მირქმა, ანუ მირქმა მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ეგრეთ წოდებული ჩახუტების დღე, ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის შეყრის დღე. დღე, როდესაც 300 წლის ადამიანი, რომელიც ელოდებოდა ქრისტეს და მან გამოცხადება მიიღო, იყო გადამწერი ადამიანი და რომ დაეჭვდა, რომ ქალწულისგან როგორ შეიძლება იშვას ადამიანი და მან
მიიღო უწყება, რომ სანამ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ ასე თქვათ ნახავდა იმ ადამიანს, იმ გაკაცებულ ღმერთს, ვისი დაბადებაც ქალწულისგან მან ეგრეთ წოდებულ ეჭვის ქვეშ დააყენა. და ეს არის მირქმა მიგებება, ანუ ჩახუტების დღე დავარქვათ ჩვენ. და აი ამისთვის გამოვიყენოთ დღევანდელი დღე, 14 თებერვალი, მოვემზადოთ და ხუთშაბათს მირქმა ვიზეიმოთ. მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად ფესვგადგმულია ეს არარსებული ეგრეთ წოდებული სიყვარულის დღე, რომ მირქმაზე წინ აყენებენ ადამიანები ამ დღეს. აი ეს უკვე არის სოდვა და ეს უკვე არის დანაშაული. აი ამიტომაც განვიზრახე, რომ აი ამ ვიდეო რგოლით მე შეგახსენოთ, რომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვინდა ჩვენ ახლობლებს მივლოცოთ დღევანდელი დღე, მაგრამ აზრიანად ჯობია, რეალურად ჯობია, თავდაბლობით ჯობია და არა ისე რომ ეხლა მე რომ ყვავილებით არ მევიდე, მეჩხუბებიან, აი დავანახო მე ეხლა ვიღაცას რომ დღეს რაღაც სიყვარულის დღეა და რაც არ ვიცი, მოდი რა მე მაინც ვიყიდი და მე მაინც მივლოცო. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი სიბინძურე ხდება. ძალიან ბევრი სასიყვარულო ორგიები იმართება. ძალიან ბევრი ადამიანი იმის მაგერად რომ მეუღლეს მიუტანო საჩუქარი, მიაქვს სხვა ადამიანებთან და რაღაცას უმტკიცებს რომ ვითომ ძალიან უყვარს. აი ეს არის სოდვა ჩემო ძვირფასებო, რომ რაღაცა მოგონილი დღე ნებიან სიყვარულს არ შევწიროთ და ჩვენ სოდვაზე სოდვა კიდევ არ დავამატოთ. მე მინდა რომ ჩვენ რეალურად ვიაზროვნოთ. ჩვენ ვიცოდეთ რა არის სიყვარული და რომ არ ვიცით, იმიტომ გჭირდება გამოგონილი დღეები. გთხოვთ, როცა კურთხევას გადლებთ, დღევანდელ დღეს აიკითხოთ პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 13 თავი, რასაც ქვია პირდაპირ სიყვარულის ჰიმნი სიყვარულზე. და ნახავთ მერე რა არის სიყვარული, რომ სიყვარულს არ ჭირდება, არც დღე, არც ღამე, სიყვარული არის მარადისობა, სიყვარული თავად უფალი ღმერთია, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს და ზუსტად სიყვარულის ნაკლებობამ გამოიწვია ასეთი მოგონილი დღეების დაარსება. სიყვარულის ნაკლებობა ის, რომ ხვალ ჩვენ ისი არ ვიზეიმებთ მირქმას, როგორც უნდა ვიზეიმოთ. ამიტომ მართლმადიდებელო ქრისტიანებო, იაზროვნეთ სწორედ. კი ბატონო, დღეს თუ ვინმეს რამეს მიულოცავთ, ვალენტინობა კი არ მიულოცოთ, არამედ უთხარით, რომ დედა, მეუღლე, შვილო, მშობელო, მეგობარო, თანამშრომელო, გილოცავ იმას, რომ ჩვენ მალე მირქმა უნდა ვიზეიმოთ. მალე გაზაფხული მოვა, მალე დიდი მარხვა დაიწყება. ძალიან ბევრი რამე არის მისალოცი, ჩემო ძვირფასებო და არ გვჭირდება გამოგონილი დღეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გიყვარდეთ, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და იყავით თავდაბალი და წესიერი ადამიანები და ნახავთ მერე როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება. აღარ დაგჭირდება გამოგონილი დღეები, იმიტომ რომ ყოველი დილა იქნება სიყვარულისთვის მიზღვნილი, ყოველი საღამო იქნება სიყვარულისთვის მიზღვნილი და ჩვენი ცხოვრებაც ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება. უფალს ებარებოდეთ, მოემზადეთ მირქმის საუფლო დღესასწაულის შესახვედრად. ანუ მივეგებოთ უფალს, ჩავიხუტოთ ღრმა იესო, ჩავიხუტოთ ჩვენი მოძღვრები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი ადამიანები. ჩვენთან არის ღმერთი.